Guten Tag, ვენიდან მოგესალმებით. დღეს ნამდვილად დიდი დღეა. პირველი იმედია ისრაელისა და ნოა ბეთანისთვის, რადგან ეს არის პირველი ნახევარფინალი. პირველად ნოა ბეთანი შეასრულებს თავის სიმღერას პირდაპირ ეთერში და იმედია შაბათ საღამოს დიდ ფინალში გავა. გუშინ ეს იყო პირველი რეპეტიცია მაყურებლის თისთან დასწრებით. სცენაზე შესანიშნავი შესრულება იყო. ნოას ვოკალი შესანიშნავი იყო. იყო პატარა ინციდენტი ერთ-ერთ წამყვან მოცეკვავესთან, მიშელთან, რომელმაც ერთ-ერთ ოპერატორს დააზიანა. მან მსუბუქი დაზიანება მიიღო, მაგრამ დღეს კარგადაა. ის დღეს საღამოს ამ ნახევარფინალის სცენაზე გამოვა. რაც შეეხება რეაქციას აუდიტორიაში, მედიის ტრანსლაციით ჩვენ არ მოგვესმა დაბუება. მე პირადად დაბუება არ მომისმენია. ადამიანებმა, რომლებიც არენაში იყვნენ, მითხრეს, რომ ძალიან ცოტა დაბუება იყო, მაგრამ ძირითადად რეაქცია კარგი იყო. ზოგი ადამიანი ცეკვავდა ნოა ბეთანის სიმღერაზე, ზოგი კი მის გამოსვლას ბოლოს აპლოდისმენტებით შეხვდა. ეს უკეთესია, ვიდრე რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო. დღეს საღამოს გაიმართება პირველი ნახევარფინალი პირდაპირ ეთერში მაყურებლის თანდასწრებით. ვნახოთ, იგივე იქნება თუ არა. ხმის მიცემა უკვე გახსნილია. ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან იმ ქვეყანაში, რომელიც მონაწილეობს ევროვიზიის კონკურსში, ასევე შეუძლიათ მისცენ ხმა. ამერიკიდან, კანადიდან ან სხვა ქვეყნებიდან შეგიძლიათ მისცეთ ხმა ESC.vote-ზე და შეგიძლიათ 10 ჯერ მისცეთ ხმა ისრაელს, ნოამ ბეტანს ან ნებისმიერ სხვა სიმღერას.